პროსტიტუცია არის დაკავშირებული ტრაფიკინგთან და მონობის თანამედროვე ფორმასთან. 2024 წელს გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მორიგი რეპორტი ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებით და აღმოჩენილი სტატისტიკის მიხედვით დადგინდა, რომ დაახლოებით 36-დან 38%-მდე ადამიანის გადაწყვეტების და ყიდულყიდვის შემთხვევებში, ანუ ტრაფიკინგის შემთხვევებს წარმოადგენს პროსტიტუცია, ანუ იძულებით აი ამ ტიპის სამუშაოებში ჩართვა. შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ ფიზიკური პროსტიტუცია, ასევე პორნოგრაფიულ საქმიანობაში მონაწილეობა და ასე შემდეგ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაახლოებით პროცენტულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე პროცენტია, რაც ნებისმიერი ტიპის სტანდარტულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ წარმოვიდგენია, რომ ტრაფიკინგი არის დაკავშირებული ფიზიკურ სამუშაოსთან, მაგალითად ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობასთან, სასოფლო-სამეურნეო მუშაობაში იძულებით ჩართვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ადამიანის ღირსებისთვის შეუსაბამო ფორმებით და საშუალებებით ზუსტად იგივე რაოდენობით არიან ადამიანები ჩართულები პროსტიტუციაში და დანარჩენი 20-დან 25%-მდე მოდის სხვა ტიპის მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად, ადამიანის ორგანოების ვაჭრობა კიდევ ერთხელ 2024 წლის მონაცემებია ეს და პროცენტები შეიძლება შეიცვალოს. აი მაგალითად, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა მთელი ამ ტრაფიკინგული სისტემის, ამ ტრაფიკის 0.1%-დან 1%-მდე შეადგენს და აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მონაცემებს ადგენს 150 ქვეყანაზე დაყრდნობით და საკმაოდ სანდოა. ნუ რა თქმა უნდა, ყველა კვლევაში არის გარკვეული უზუსტობები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სანდო კვლევაა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც კი შეიძლება რამე ჩაატარონ. და ახლა ყველაზე მთავარი და შემოძრწუნებელი მომენტი აქ რაც არის ეს, რომ აღნიშნული მონაცემების ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, ეს მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2024 წლის რეპორტს არ ეხება, ყოველი მესამე ტრაფიკინგის მსხვერპლი არის ბავშვი. და სანამ რომელიმე ჩვენგანი გადაწყვეტთ, რომ მივიღოთ და ჩვენს ნაწილი გავხდეთ აი ამ სისტემის, მნიშვნელოვანია, რომ აი სწორედ ეს გქონდეს გონებაში, რომ ყოველი მესამე ტრაფიკინგის მსხვერპლი არის არასრულწლოვანი და ან მცირეწლოვანი. და მნიშვნელოვანია, რომ როგორც წესი ტრაფიკის მსხვერპლები მე მოგვიანებით შეიძლება გაიზარდონ ესენი და დარჩნენ იგივე ტრაფიკში ჩაბმულნი, თუმცა ამ მომენტში აქტიურად დღესაც ყოველი მესამე ტრაფიკინგის მსხვერპლი არის ბავშვები. ადამიანებისთვის, ვისაც კანონით შეშინება ჭირდება ხოლმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის G-ს ტრაფიკით ვაჭრობას და იმ ადამიანების მომსახურების ყიდვას, ვინც იძულებით არიან ამ საქმეში ჩართულნი. ნუ ნიშნები რა თქმა უნდა ძალიან მარტივია, მაგრამ და შეგვიძლია ვისაუბროთ მაგალითად მსხვერპლი, პოტენციური მსხვერპლი და ყველაზე რთული ნაწილი ეს არის, რომ არასოდეს იცი ადამიანი რეალურად მარცხლა მსხვერპლია თუ არა. მაგრამ ნიშნები რა თქმა უნდა არის, ეს არის მაგალითად უჭირს გადაადგილება, მაგალითად უჭირს მეტყველება, საუბარი, ანუ ყოველთვის სულ რომ ვერ გამოგიჭიროთ, რომ შენ იცოდი და ზუსტად რომ კონკრეტული მომსახურება გასწევდა ადამიანი, რომელიც არის დამონებულ მდგომარეობაში, შენ მაინც მორალურად მაინც ზუსტად არასდროს არ იცი ეს ადამიანი, ჯერ ხო თვითონ ამაში ფულის ამ საქმიანობაში ჩართვა და ფულის გადახდა მორალის ჩარჩოებს ჩნდება და თანამედროვე სამყარო და არა მხოლოდ თანამედროვე სამყარო ამას სამხდება, მაგრამ კიდე დამატებით რომ შეიძლება ეს ადამიანი იძულების მსხვერპლი იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლის 1 ნაწილის G-ს მომსახურების შეძენას, როდესაც იცის რომ ეს არის ტრაფიკი და განსაკუთრებით რა თქმა უნდა თუ დაემატა გამომძიებელი გარემოებები, ასეთ შემთხვევაში ავდივართ საკმაოდ მრავალი წლით ციხე, არაერთი წლით ციხეში გაშვებასთან გავდივართ და აქვე ჩანს კანონმდებლობის დამოკიდებულება, ქართული კანონმდებლობის დამოკიდებულება ზოგადად ტრაფიკინგის წინააღმდეგ და პროსტიტუციაში ჩართვის წინააღმდეგ. ხოლო თუ ადამიანი მიეწვდის და ითანამშრომლებს სამართალდაცვ ორგანოებთან, თავისინებით ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გათავისუფლდეს კონკრეტულად ეს ადამიანი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და ეს ნიშნავს იმას, რომ იმდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკისთვის და იმდენად მნიშვნელოვანია ზოგადად კანონმდებლობისთვის, ეს მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას არ ეხება და ორ წუთში ნორდიკულ კანონმდებლობასაც მოგვახსენებს, რომ რეალურად მზად არის რომ ითანამშრომლოს კრიმინალებს და ეს როგორც წესი სისხლის სამართლის კოდექსში არა მხოლოდ ქართულში გამონაკლისი შემთხვევებია ხოლმე ძირითადად, იმიტომ რომ შესაძლოა დაისაჯოს ადამიანი მაშინ თუ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ მერე აღარ განახორციელა, მაგრამ ისეთ შემთხვევაში, როდესაც შენ იღებ ებმები კონკრეტულ ქმედებაში, მაგრამ ხდები ნაწილობრივ ამ სისტემის ნაწილი, მაგრამ ინფორმაციის მიწოდების თანაცვლად შენ მაინც თავისუფლების მოპოვება შეგვიძლია. აი აქ ჩანს კანონმდებლობის დამოკიდებულება და რაც შეეხება ნორდიკულ კანონს, რომელიც გულისხმობს წარმოიდგინეთ არა მხოლოდ ტრაფიკინგს, არამედ ზოგადად მხოლოდ პროსტიტუციაში ჩაბმული ადამიანის სულ რომ ტრაფიკინგის მსხვერპლი არ იყოს, მისი მომსახურებით სარგებლობას. ან წარმოიდგინეთ, ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩემი აზრით ჩვენ უნდა დავდერგოთ
თვითონ პროსტიტუციაც უნდა იყოს არალეგალური, ჩემი აზრით, და უნდა რჩებოდეს არალეგალურად და არც არავინ არ აქცევს ყურადღებას სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კრიმინალიზება იმ ადამიანების, ვინც მიდიან და ამ მომსახურებით სარგებლობენ, იმიტომ რომ ჯერჯერობით არავინ არასდროს არ იცის, ეს ადამიანი ბოლომდე ვერავინ ვერ იქნება დარწმუნებული, იძულებით არის იქ, სადაც არის, სადღაც მიწის ქვეშა დაწესებულებაში, თუ ეს ადამიანი არის რეალურად ტრაფიკინგის მსხვერპლი. ეს პირველი და მეორე, როგორც ეს ყველა ადამიანი ძალიან კარგად ასობიერებს, რომ იქ ადამიანების უმრავლესობა თავისნებით არ ჩადის და უბრალოდ არ ფიქრობს ამაზე, პასუხისმგებლობას არ იღებს და ერთვება სხვა ადამიანებით ვაჭრობაში, რაც აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი, ჩემი აზრით, კანონის სრული სიმკაცრით.